დიახ. ძალიან. მოვიდა ტურაშვილი რაღაც დღეს რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა იმო. ხო და არ გეგონოთ რომ მეწავედი, უბრალოდ ყავაჩერის მოგიტუღებ სულელებს და მოგართვებთ, იმიტომ რომ წიგნები და ყავა ძალიან გამარჯობა. მოკლედ რითი დავიწყებ, რითი უნდა დავიწყო. დღეს არის ჩემი ცოლის დაბადები. აბა რითი უნდა დავიწყო. დაფიქრდი ხოლმე რა, მინდა მიულოცო და სხვათა შორის ვერ დავადგინე რამდენი წელს გახდა, მაგრამ ეგ არ არის თავარი. თავარია რომ ესე იგი დავითვალე და ისე ლამაზია ისეთივე როგორც შეგვიყვარდა. 28 ჩემზე უმცროსი არ არის. 28 23 წელი ერთად ცხოვრობ. აი უცნაურია რომ გაგიგო გინდა რამდენი წელი ვიცხო მაგის ოჯახს ხო იცი მე და ხურე. და გუშინ ურეკავდი ჩემს სიდებს რამე რომ დამედგინა და უკვე გათიშული ქონდა. ხო და რისი თქმა უნდა. ეგეც დაის იყო დაგეგმილი. რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან. რადიკალურად. ანუ მასუ ცხელა მესუმცივა და აი რადიკალ მას არ ვიღებ და გააკეთე. სადაც ირაკას და უსურო ესე იგი ყველაფერი კარგი ჯანმრთელობის თამადობით და მინდა ვთქვა რომ აი მართლა 23 წელია რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ აი მე რაც მას მოწონს მე მეზიზღებ მაგრამ 23 წელი კონფლიქტი არ ქონია ანუ ფიქრობ რომ ესე თუ ერთჯერ ხო შეიძლება ასეთი ჰარმონიის მიღწევა რატო არ შეიძლება რომ შევქმნათ ასეთ საზოგადოებას სადაც აი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იმიტომ რომ თქვენ გიყვართ ერთმანეთი და საზოგადოებასაც უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთს არა ესე ჩვენზია ხო ნინო დამოკიდებული რომ რამდენად დაემთხვევა ჩვენი საერთო ინტერესი თუ დაემთხვევა მე ყველაფერი კარგად იქნება ხო ყველაფერი კარგად იქნება რა ეხლა მე მგონია რომ რა ჩუქენ შევძლებთ ნუ მოკლედ წიგნი დავიწყებ პირველი რაჯუკა და ვერ ვითხოვე ჩამიყრუე რა უნდა ჩუქო მეთქე გადავიდა წიგნზე ძალიან მაგარი საჩუქარი გავუკეთე აბა მას ძალიან უყვარს ხინკლები და მივაგენი თბილისში ნამდვილ ხინკალს სადაკეთებენ ასე საჩუქარი გავუკეთე რამდენი წელი ვეძებე რეკლამა გამოვა ეხართ აი მომისმინე მოგენს რომ მე ვერ ვჭამ ეგრეთ წოდებულ ქალაქულ ხინკალს იმიტომ ხინკალი თუ არასწორად გამოიყურება გარეგნობითაც კი ის ჩემთვის მიუღებ იმიტომ ხინკალს არ უყურებ როგორ სწორი როგორია ეგეც ფორმაც უნდა ქო ანუ ხოლო ჩინა პატარა უნდა იყოს ხო ნუ იცი სამ პატარა კუჭი უნდა და ქონდეს მაინც რას ნიშნავს ჭიპი მე რო დიდი მიგასწავლე შედევრია მე მიგასწავლე რა ვიცი თუ გინდა ეხლა მიგასწავლე არის შედევრი აი ჭამ და ტირი ხარ მიფრინო და იქ დაპატიჟე რომანტიულად იქ უნდა დავპატიჟო დია უნდა დაპატიჟო იგოროყვას ქუჩაზე ძალიან მაგარია მოკლედ ნუ კარგი ჰა საოცრებას მივაკეს რამდენი წელი ვეძებე რომ ეს საჩუქარი თანახმა ამ საჩუქარზე გაგიჟებული იმიტომ რომ თვითონაც ისა თვითონაც ვერიტანს ამ ქალაქურ ეგრეთ წოდება იმიტომ რომ ებია მოხევე ყავს ეხლა ფიქრობ დაბადების დღეს საჩუქარი რა გამიკეთოს რას ვიზამ რას ამაზე მაგარ ეს რამდენი წელი ხარ რამდენი წელი ვეძებე იცი თბილისში ამდენ 23 წელი ხინკალი ვერ იპოვე ვერ გავიგე ის ხოთეშო ერთი ორი ცდელობა მქონდა ერთ ორ ადგილას მივაგენმა ქართული ამბავი ხო იცი ძიმა ხალხთან კაია მე ცოტა ხანში რომ მიაგრებ ცოტა ხანში ფუჭდება რა როგორ ამოწევ ხოლმე დაბადების წინა დღეს მიდიხარ სინჯავს უშინ ვიყავი გადავამოწე ყველაფერი დაჯექი მაგარად წაიყვანე მე იქ ხასანაურის და მე რომ მკითხო საუკეთესო საჩუქარი თუ ესე ძალიან უყვარს ხინკალი შენი ხელით უნდა მოუმზადო ისეთი მე დიმიტრის მომეწე მაგის კატეგორიულ წინააღმდეგი კაი წიგნზე მოვიტანე ყავა და შეკრე დაი წიგნები დღეს არამეზე მეთიშე რომ კაფე თუ დღეს არ გვინდა წიგნები თუ არამეზე ვილაპარაკოთ ხინკალი ვიტყავა აი 33 წლის განმავლობაში ხინკალს რო ვერ იპოვი კაცი საქართველოს კი ნამდვილ ხინკალს ისა ნამდვილს ხო ნამდვილი ყველაფერი ძნელი მომისმენი მე კიდე მოგზაურობა მე არ ვარ თანახმ აი კარგი იდეა მოგაწოდა დიმიტრიმ ამ თბილისში თბილისის ქუჩებში კარგი ხინკლების ძებნას ჩასხედი ჩასვი მანქანაში გაიგო 4-4 ხო არის შენი მანქანა ისედაც კაცო მაგას ისედაც ვაკეთებ ხინკალი და სანთლი არა მაგას ისედაც ვაკეთებ თავარო თბილისში მომეძებნა არხონის ლიმონადი ამ ხინკალში რომ სამკაულიჩო რადგან თბილისში ტბილი რომ მოტეხო არა მე ვარ საგანძური რადგან თბილისში მე ვარ საგანძური ხო მე დღეს მოვისმენე ასეთი უცნაური ინფორმაცია სიუჟეტი ვნახე დილით ესე იგი საინფორმაციოში რომ მე მგონი ხო რა ამიშენობა თორმე ლახზე არა 12-ზე ასეთი ინფორმაცია შეიძლება სხვა არ იყოს თვით რა ინფორმაცია და მე გეკითხა მერი ნარმანია აეროპორტში იყო გადაღებული და ასეთ ფრაზას ამბობდა რომ მივდივარ დუბლინშიო რომ გავარკვიო საცობების პრობლემა როგორ მოვაგვარო. აბა დუბლინში პამბები და აგერა რა ჩემთვის აკითხათ რომ საცობების პრობლემის მოგვარს ისეთი მარტივი გზა ვიცი რა უნდა მაგის მოგვარებას დუბლინში მიგონა რა თქვი ეს ახალი რამე კი არა ეს გამოგონილი ბორბალს თავიდან ხო არ გამოვიდა მუსიკა უნდა შეიძლება ჩვენ ვართ ქალაქი მარტივად ჩვენ ვართ ქალაქი სადაც გადადგება უკვე შეუძლებელი მაგრამ დედამიწაზე ვართ ერთადერთი დედაქალაქი შერჩევით პარკინგი სადაც გადიან ამხელა ჯიპები ეს არის ერთადერთი მეორე ქალაქი შეიძლება იყოს გროზნო
ვინ გაგვიწევს კომ სხვა თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ან კაი და მცირედობის მანქანები გადაჭრიდა პრობლემა ჩვენ ხო ვერ აუგზავნთ ადამიანს თქვათ უნდა ძიმა ჯიპიანებო და არტყი ერთი წამი არა ჩემი ჯიპი არ არის თქვათ ადამიანს უნდა რომ ყავდეს ჯიპი ჩვენ ხო ვერ აუგზავნოთ უნდა რომ ზებოდან დაყურდეს კაცობრიობას ვერ აუგზავნოთ ძალიან მარტივად მოიძებნა გამოსავალი არის გადასახადი თუ ასეთი დიდი ჯიპი ყავს თუ ამდენ საწყის ჯიპი აგერ შეხედავთ ასე საშუალებას უქმნი ჟანგბადს რომელიც გაქრა ქალაქიდან მაშინ გადასახადი უნდა გადაიხადო ეს არის ამას რატომა დუბლში წასვლა ეს ამას იცი რა უნდა ვქნა მოდიში ნუნა ჩასვა 0 და 1 რო აქვს ძრავი იმანქანე წაიყვანო ყაზბეგში რა არა ერთი თორე ყაზბეგში ნაუ არა ნუ ხართ მაქსიმალისტები ნაწილობრივ მართალია ნაწილობრივ შერჩევითი პარკინგი მართალი ხარ ამდენი ჯიპი არც ერთ ქალაქში არ დადის და მართალი ხარ მაგრამ გამონაბოლქვი ჯიპზე უარეს იცი რომელ მანქანებს ავთ რომელსაც ველიან და რომელსაც აი ესე რომ თავი რამდენი წელი გავიდე ხა აღარ არის სააკაშვილმა მოხსნა მაგრამ რამდენი წელი გავიდე ის მაგის მერე ეგ იყო ხინკალი მეჩვენა გაცილებით თემა რა ვიღალე ხინკალზე გადავიდეთ ისე კაბაბი ის ყველაზე კაი საკეთე რადგან თბილისი და მერია ვახსენე ბარემ ამასაც ვიტყვი კიდევ ერთი პრობლემა არა შერჩევითი პარკინგი მე როგორც არ ვიცი აი რომ დღის რაღაც მონაკვეთში მოაწყვეტინე ხო ნეურობი ეშლება არა მომისმენე შერჩევითი პარკინგი თუ იმასაც ეშლება ლუჩი და კენტი რიცხვების პარკინგი ანუ ერთ ლუჩის შეგიძლია ასარი მანქანით ვერ გამოხვალ არის დღებროს კენტი ნომრები საზოგადოების ველოსიპედს მოაქვს თიკა აჯეთი ველოსიპედზე და იარი არ თბილისში ძნელია ველოსიპედს ხო არა პარკინგს რაც შეეხება ხო სადაც პარკინგის მოთხოვნა მკაცრია იქ არის ალტერნატივა ყველგან ჩვენთან ალტერნატივა არ არის და მარტო პარკინგის მოთხოვნა ეს აბსურდია რო შემოდიოდა ეს სიტი პარკი თუ რა ქვია ალტერნატივა არ გააკეთეს ეგრე სადაა ერთი ვალდებულება ქონდა როგორც მე მახსოვს მიწისქვეშა პარკინგი კი მე ზუსტად მახსოვს 2 წუთი დავჭა მოიცა 2 წუთი დავჭა დაისხერა არა ახლა მერია ვახსენე აი იყო თბილისის კინო ფესტივალი და დავდიოდი ძალიან ბევრი ფილმი ნახე ძალიან კარგი ფილმები იყო სხვა შორის და მე მგონი მე-15 ჩატარდა ესე იგი აღმოჩნდა დარბაზები იყო სუსავსე აღმოჩნდა რომ ადამიანებს თბილისში ძალიან უყვართ კინო ნამდვილი კინო კარგი კინო და იმ შემთხვევაში თუ იაფი ღირდა ვიდრე კომერციული ფილმის ყურება ძალიან ძვირი ღირს იცით თუ 15 ლარი არანაირად ეს ღირდა 3 ლარი 2 ლარი ანუ იაფი აღმოჩნდა რომ ამ თბილისში როგორც ჩემს ახალგაზრდობაში უყვარდათ კინო ახლაც უყვარდა დავიბრუნოთ ასევე არ არსებობს ქალაქი თავმოყვარე რომელსაც არ აქვს ფილმ ჰაუსი ეგრეთ წოდებული კინოსახლი ესეც იყოს მერიას მინდა მიმართო ეს კაცი კი წავიდა დუბლინში მაგრამ ვიღაცა მიაწვდეს ხო რომ ქალაქი თუ მართ კინოსახლიც უნდა გქონდეს იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის ბევრი კინოთეატრი როცა იაფიც არის უკვე კინოსახლში ისა საერთოდაც ისედაც ვერ იქნება ის კომერციული კერძო პერიოდის საისა რესტორანი იყო გახსნილი იმ კინოსახლში ვერაფერი ვერ გახსნეს იქ აპირებდნენ ხან კაზინოს ხან რესტორანს და ეხა არის ისა რა ქვია იმ ეხლა უნდა დახმარება ნამდვილად მერიისგან იყოს მუნიციპალური ანუ იყოს დოტაციური რომ ადამიანმა შეძლოს კარგი ფილმის ნახვა ოღონდ იქ იაფი იქნება რამდენი ვერ იხდის თორე 7 წუთი დარჩა ხო გესმით რა ვსვამ ანუ ძალიან ძნელი იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდობაში ეგ იყო ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლებოდა რომ ისე რა ფილმები გვაქვს მინო ნახი გაიხსენით ჩემი ღია კინო წრეში გამებრუნეთ თავარი ფასეულობები კინო ფასეულობები იქ გვაქვს მეგონი კიდე ველოსიპედი დაეშვა კინოსახლში ხო და მე მგონი ეს არის სავსებით რეალური რომ ესე იგი იქ თუ არ მოხერხდება ის შეიძლება კერძო მფლობელის პრობლემა იყოს სადაც ჩვენ ვამბობთ სადაც ჩვენ დავიზარდეთ და სხვაგან ეხლა არცელოს უამრავი სივრცე აიღოს მერიამ აი ეს თავის თავზე ჯერ ესეთი სულ თვითონ ფესტივალი უტარდება სულ პრობლემა აქვს რომ უნდა თქონ კერძო კინოთეატრს და ხო გესმით ამიტომ ძვირდება კიდევ უფრო იაფი იქნება თუ იარსებებს კინოსახლი ეგრეთ წოდებული ფილმ ჰაუს რომელიც ყველა დედაქალაქშია ქალაქის ინტერესებში უნდა იყოს მერის ინტერესებში ხო რა საწიულადაც მომგებიანი მოვითხოვოთ ხალხო რომ თუ ქალაქი ვარ და ისა ვითხოვე ხო რომ კონდეს კინოსახლი რამდენია ვერცად იმაზე ფილმ ბილეთს ვერ იშოვიდ იმდენი ხალხი დადიოდა ესე იგი იმდენიც უნდა კარგი ფილმის ყურება ნამდვილი კინოსახლი ოდიში რა მაკა კარგად დაიწყო ოდიში მოკლედ გადავალ წიგნებზე რომ რამდენიმე მაინც მოვასწრე მარტო მე სულაკაურებმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს აჰა ეს ძალიან მაგარია ჩემს მაგიგად ჩემ მაკას მოდიში და სულაკაურებმა ესე ისეთი მაგარი წიგნია ვისაც მუსიკა უყვარს და მე მგონი რომ ესეთი თავარი საზდუა მუსიკა მოგეხსენებათ რომელიც აი დასაბამიდან დღემდე რაც კი მოხდა მნიშვნელოვანი აი როგორც არ მოიშვა მუსიკა ძალიან მაგარია ოჩა ძალიან მაგარია როგორც არ მოიშვა მუსიკა ძალიან საინტერესოა ესე იგი როგორ იწყებოდა უხსოვარი დროიდან ოღონდ არტეფაქტებით შენ ინსტრუმენტების ისტორია მუსიკის ინსტრუმენტების ესე იგი პირველი ყველაზე ძველ ფრესკები ესე იგი გამოქვაბულების ეგრეთ წოდე ხო როგორ ხდებოდა ასახვა იმ პროცესის, რასაც ადამიანი განეცდიდა. ანუ
როგორ გონეთ, აი რითი დაიწყო პირველი რა მუსიკალური ბგერები იყო ადამიანის, რა საინტერესო რამე, როგორ ესე იგი რა იყო, როგორ გონეთ? რა საინტერესოა მართლა. რატო უნდა გამოეცა მუსიკალური ბგერა ადამიანს? აი როგორ გონია? გამოქვაბულში კაი ხო იყო. რატო უნდა გამოეცა? ჯერო დაეძახა ვიღაცისთვის, გაიგონე ვინა ხმა. არა, მაგას მუსიკა რა თქმა უნდა. ვინიც ისეს დათვას? ეს არის კვლევა, ეს არის დიდი კვლევა, რატო უნდა გამოეცა ეს გითხარი რა? თავის მოსაწონებლად, ანუ დააკვირდა ცხოველებს ადამიანი, რომ ცხოველები ხო გამოსცემენ სპეციფიურ ბგერებს, როცა ეპრანჭებიან. ერთმანეთს რო კი რიტუალებია ხო? ხო, ადამიანმაც ესე იგი მუსიკალური ბგერის შექმნა დაიწყო. ამ ბევრი რამე გვაქვს ცხოველების განაღებული ჩვენ. ხო, რა საკუთარი. მოკლედ მთელი ისტორია, ესე ყველა. მოკლედ მოიცავს, არა, ეს ამ ავტორის ის არის, რა ქვია, ვერსია, შეიძლება სხვა ვერსია გქონდეს. არა, დიმიტრის შეიძლება როგორ ეპრანჭებიან ბიჭები, ეს გავიგე რამე ხარ არა მაინც. ხო, მოკლედ ნაკლებია გავიგე. მოკლედ, აი ყველა მოიცავს მთელ სამყაროს, როგორ იქმნებოდა მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორ იქმნებოდა ესათვის მუსიკალური ჟანრი, როგორ იქმნება საოცრება, აი ნამდვილი საოცრება. ეს პოპულარული ლიტერატურა, ასე ვთქვათ, ვიდრე სამეცნიერო, ხო? კი, ეს არის ძალიან პოპულარული, რა თქმა უნდა, მეცნიერული ვერსიები არის, მაგრამ გასაგებად ძალიან პოპულარულ ენაზე არის დაწერილი, იმდენად რომ ამას ყველა გაიგებს. არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარი. მადლობა, რომ მაინტერესებს. ისეთ სულაკაურებს დიდი მადლობა, რომ თავდება სხვადასხვა, აი ბოლო პერიოდის მოვლენებით, აი ხო, რეგეიზე გამოვა. მიკ ჯეგერის და კი, რეგეიზე გადაშა, ბობ მარლიც არის, კი ბატონო, ესე იგი, ვინ რა მიმდინარეობა შექმნა, მოცარტზე არის, ხო იცი, მაინც მოცარტი ბოდიში და სულ სხვა ეს არის, რა ქვია, საგანძური. სულ სხვა, რასაკვირველია, 35. ხო, ეს დაუჯერებელია, რადგან მეცნიერება ახსენ, დღემდე ვერ ხსნის მეცნიერება, ვერანაირი, როგორ შეიძლება ადამიანმა 35 წლის ასაკში, 35 წლის გაზერადაიცვა. შექმნა იმდენი 41 მარტო სიმფონია და რამდენი ოპერა. ეს არის წარმოუდგენელი, ანუ ფიზიკურად ვერ არსებობს ადამიანი, ანუ ეს არის ამოუხსნელი ფენომენი და მოკლედ ყველაფერი რაც ადამიანს მუსიკასთან აკავშირებს, რაც მუსიკაში აინტერესებს, ასეთი წიგნი მე არ მინახავს პირადად, შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად არ მინახავს, არ წამიკითხავს, ყოველ შემთხვევაში ქართულ ენაზე გამოცემული ასეთი დონის პორნოგრაფიულად ასეთი წიგნი არ მინახავს, მოკლედ კიდევ ერთ წიგნს მოვასწრებ იმედია, ხო? კი. ეს არის წიგნი, სხვადასხვა გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, მართლა კარგი წიგნია და რატომ არის კარგი? მანამდე გამოსცეს წიგნი, ესე იგი, იმ 100 ქართველის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის. ანუ რაც ჩვენ შევმატეთ სოფლიო სულიერ კულტურულ საგანძურს. ჩვენი წვლილი რა გვაქვს შეტანილი და ჩვენი წილი. წილი არა. ხო, ისეთი დღეები დაგვიდგა წილის მოთხოვნის დროს რა ვაკეთებ. და ეს არის ესე შემდეგი მათი კრებული, სადაც შევიდა ის 100 ადამიანი წარმოშობით არაქართველი, რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონდა საქართველოსთან, კონტაქტი ჰქონდა, ანაქარი დაბადებული როგორ 1-2 სამენაზია. ბატონო? კი, სამენოვანია, ასე სამენოვანია, გადასარევი ნებისმიერ გვერდზე შეგიძლიათ გადასაოთ და აღმოაჩინოთ ადამიანი არტურ ლაისტი, მაგალითად, გადასარევი გერმანელი საოცარი კაცი, რომელმაც ისე შეიყვარა საქართველო, იცით რომ მან დაიწყო ვეფხისტყაოსნის არამხოლოდ რუსთაველის თარგმნა, უამრავი და უახლოესი მეგობარი იყო ილია ჭავჭავაძის, გიждდებოდა. ილია ჭავჭავაძე და მისი სიყვარულით, მისი პატივისცემით მთელი საქართველოს შეიყვარა არა ნუგეშინი აგერ აი არტურ ლაისტი დაწყებული მოკლედ ტიგრან პეტროსიანი დამთავრებული ყველა ესე ტიგრან პეტროსიანი იცით სომეხი იყო მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკე მაგრამ თბილისში დაბადებული სომეხი მოკლედ უამრავი ადამიანია ვისაც ირინა შტენბერგი აი მე მაქვს ერთხელ მოვიტან ეს არის საოცარი მხატვარი რომელიც დაუკარგეთ ეს არის გამოუგნებელი მხატვარი გიждდები მე მაქვს მისი ალბომი და აუცილებლად მოვიტან არჩილ გელოვანმა გამოსცა და აუცილებლად ერთ განაცემაში მოვიდა. ეს არის აი უსამართლოდ მივიწყებული და ცოტა დაგვრჩა დრო? საქართველოში ცხოვრები, ხო? კი, საქართველოში მოღვაწეობდა და თეატრის მხატვარიც იყო, გრაფიკოსიც იყო, ფილმწერიც იყო, მაგრამ ასეთი თამამი, მე არც ერთი კაცი მხატვარი არ მინახავს. აი მოვიტან და გაჩვენებთ. ეს არის საოცარი. უბრალოდ ბიოგრაფიები და ესენი ილუსტრაციები არა. კი, ფოტოებია უნიკალური, კი, უნიკალური ფოტოებია. აი ბორის გაპონოვი, კიდე ვიზევ გიждდები. ეს არის საოცარი კაცი, ბორის გაპონოვი, ქუთაისელი. ესა ებრაელი იყო, ესა ქუთაისში მოღვაწეობდა, რომელმაც ვეფხისტყაოსთან ისე თარგმნა, რომ ეხლაც კლასიკა, აი ესე ყველა პრემია მისცეს ისრაელში, მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდში წავიდა 70-იანი წლები იწყებოდა, ბუნებრივად საბჭოთა კავშირში მალავდნენ ამ ადამიანის არსებობას საერთოდ და ყველა პრემია მიიღო რაც ბევრამეს მალავდნენ. ხო, რაც. მოკლედ ძალიან დიდი საჩუქარია, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს წიგნი, აი სხვა შორის რეზო თამუკაშოს უნდა და მადლიერების ის დავაარსოთ მუზეუმი. ანუ ვინც ჩვენ კარგად მოგვიქცა უცხოელებიო, იმათ სახელები რო არ დავივიწყოთ. მე მგონი გადასარევი პასუხი, ესე იგი მადლიერების პასუხია ამ ხალხისადმი. ესე იგი ვინც
ვისთვისაც საქართველოს იყო ძალიან ძვირფასი და რაღაცა გაუკეთებია. მოკლედ ძალიან კარგი წიგნია. ხო გვაქვს კიდე დრო? კი, ვირი გეტყვით კაცო 2 წუთი. გვაქვს კიდე დრო. ეს არის ესე იგი 2 წუთი დაგვრჩა. 2 წუთი დაგვრჩაო და დიოგენეს საჩუქრები. კაცო ელაპარაკეთ 5 მინუტი. ვაქვს ნახა ცოლის დავარდე. კარგია კაცო მერე ვირიქით რა. ცოტა დაფიქრდი ხომეზე. ეს შეგიძლიათ დიოგენემ გამოსცა ესე ლიტერატურული კალენდარი, დიახ, მოვიდა 2015 წელი რო იცოდე ძიმა ამასობაში. მეგარი კალენდარი. ეს არის, იმიტომ ეხა არის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წელია 2000 იუბილეის იხდიან და ეს არის ფოტო, ეს ფრინავი კაცია და გაფრენის წინ ისა ხედავ ბალახით მართვის და თვითონ წიგნს კითხულობს, ეს იყო ბესტსელერი ბრიტანეთში, ძველი ბესტსელერი, ესე მაგ პერიოდის 42 წელს არის ეს ფოტო გადაღებული და მანილი, რაღაცა ეგეთი. შეგიძლიათ და ესე იგი დიოგენეს და სხვა წიგნების შესახებ შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებ და მინდა რადგან ცოტა დრო დაგვრჩა, დავპირდი ამ წიგნების ავტორს, აუცილებლად ვისაუბრებ მის წიგნებზე, ეს არის დავით დეფი, გოგი ბედაშვილი, მისი წიგნები არის. ესე იგი, როგორც პროზა, ისევე პოეზია. სამწუხაროდ მე არ წამიკითხავს დღეს რომ დაუბრუნო ავტორს ვერ მოვასწარი, მაგრამ ესე იგი, გამოვიდა ბრაზილიაში, ანუ პორტუგალიურთაც არის. არც პორტუგალიურად წამიკითხავს, არ ვიცი პორტუგალიურად, არც ქართულად სამწუხაროდ, მაგრამ მინდა მიულოცო. დაპირდი მაშინ ვერ გავიგე. მისი სურვილი იყო და თქვა კაცო, რა გიქ. მისი სურვილი იყო და ხა ჩემი ვისაც აინტერესებს მისი შემოქმედება? ვისაც აინტერესებს კი, რა თქმა უნდა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. უკვე გამოვიდა. აი პორტუგალიური ნახეთ. კი ბატონო, აი პორტუგალიური ნახეთ. ისე მიყვარს ესე. აი პორტუგალიური, ინებეთ პორტუგალიური და ქართულად არის ესე იგი როგორც პოეზია მისი თქვენ შორის ღმერთი, ასევე მისი რომანი სამყაროს ყველა საიდუმლო და ესე იგი სამი ქართული წიგნია და სამი მოგინდება ისეთია. სამი ესე იგი რა იყო? პორტუგალიური. ძალიან მოკლედ ულოცავს ეს ყველასთვის. ოკელეს და ფაზენდო. ბოდიში გაგრძელდა. დეფ ჩვენ წავიკითხავთ. ესე იგი დიოგენეში პარასკევს არის ძალიან კარგი ლიტერატურია ისა გაგა ლომიძე, მისი ლექცია არის აკრძალულ ლიტერატურაზე, ჰენრი მილერიდან დაწყებული, ესე იგი ყველა კაცობრიობამ რა ლიტერატურა აკრძალა, რა წიგნებს სწავლენ, ამის შესახებ ესე იგი მშვენიერი ლიტერატორი პარასკევს შვიცაზე დიოგენეში. აკრძალული ლიტერატურა საბუნებოდ აღარ არის მეგონა. კარგი, ჩვენ იმედია რომ არა. და დაუბრუნდებით საქველმოქმედო კონცერტის დეტალებით.